Წარვადგინოთ პირველი სტუმარი ნინო გალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი. ნინო, მოგესალმებით, მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. განვაგრძოთ ირაკლის მიერ აქ წერილი სურათი ირანისთვის უცხო არ არის საპროტესტო გამოსვლები მიუხედავად იქ არსებული ამ რეჟიმისა 2019 წელს თუ 2022 წელს 2009 წელს უკაცრავად თუ 2022 წელს გვახსოვს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, თუმცა ახლა არის რამდენიმე ფაქტორი, რაც განსაკუთრებულად აქცევს მიმდინარე ჯანყს. აი რომ ვისაუბროთ ამ განსხვავებაზე. მოგესალმებით. მართლაც რაღაცნაირი მოულოდნელი ეპოქალური ცვლილებებით იწყება ეს წელი და ირანში მიმდინარე მოვლენებს ცივილიზებული სამყარო და ცივილიზებული სამყაროს საზოგადოებების ჯანსაღი ნაწილი ალბათ უყურებს რაღაც ნაწილობრივი ოპტიმიზმით, შესაძლოა ფრთხილით, მაგრამ მოლოდინებით რომ ადრე თუ გვიან და იმედია უფრო ადრე იქ მართლაც ხალხი რაღაც გარღვევას შეძლებს იმ ტიპის გარღვევას, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ეს ხალხი იმსახურებს და არაერთხელ გვაჩვენა მათ საზოგადოებებმა, რომ ძალიან ასეთი მყარინების ხალხია, მაგრამ მოცემულობებიდან გამომდინარე ცხადია სიფრთხილით უნდა შევხედოთ ამ მოვლენებს. განსხვავებები არის იმის გათვალისწინებით, რომ აი ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, როდესაც ვთქვათ რაღაც რევოლუციური წინასწარ-განწყობებია თუ რაღაც საპროტესტო ტალღებია, რამდენად ხდება სხვადასხვა სოციუმის, სხვადასხვა თაობის, ვთქვათ, კონსოლიდაცია ამ საპროტესტო მუხტის გარშემო და ეს ის შემთხვევაა, როდესაც როგორც ჩანს თვისებრივად განსხვავდება ზუსტად ეს სოციალური მუხტი, იმიტომ რომ აქამდე თუ რაღაც ტიპის უფრო ელიტურ თუ განათლებული საზოგადოების საჯანყება იყო და 2022-ში ვთქვათ ეს შედარებით მაინც უფრო მარგინალურ ხასიათს ატარებდა, ეხლა ეს ნამდვილი სახალხო აჯანყება, იმიტომ რომ ამ პროტესტს ისეთი სპექტრი უერთდება საზოგადოების, რომელიც ტრადიციულად არ გამოირჩევა აჯანყებებში მონაწილეობით და უფრო მეტიც რეჟიმის წინააღმდეგ, ვთქვათ, თავის სენტიმენტს ასე ღიად არაფიქსირებს. ეს არის ის ძირითადი გამაერთიანებელი, რომელიც როგორც წესი ახლავს ეკონომიკური ხასიათის წინაპირობას, ვთქვათ. განსაკუთრებით სისხლიანია გამკლავება, სხვა შორის ჩვენ არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულების შესახებით და ის 70-მდე ადამიანი, რაც დადასტურებულია მედიაში, იმ დათქმით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩვენ არ ვიცით და ციტირებენ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ნახეთ გვამები ერთმანეთზე დაწყობილი ადამიანების და თავად სპეკულირებს ასევე რეჟიმი, რომ ბევრი უსაფრთხოების ოფიცერი არის დაღუპულების განსაკუთრებით აქტივისტების მიმართულებით ახლა მნიშვნელოვანი ფაქტორია ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებები, ხო? ტრამპმა გააფრთხილა ბევრჯერ რეჟიმი თუ გააგრძელებენ ისინი ადამიანების ხოცვას, რომ იქნება პასუხი ამაზე. მოდი ამაზე ვისაუბროთ, რა შეიძლება იყოს ეს პასუხი. არავინ არ განიხილავს ეგრეთ წოდებულ boots on the ground, ანუ რაღაც ამერიკელი სამხედროების შესვლას მაგალითად ირანში. რა შეიძლება იყოს ეს პასუხი? აი წერტილოვანი დარტყმები, აი რა დისკუსია რომ მოუხაზოთ ეს თემა. თავისთავად სავარაუდო ალბათ ყველაფერია, უბრალოდ ან შესაძლებელი თავისთავად ყველაფერია და ბოლო დროს, ვთქვათ, ბოლო დღეებში ვრცელდება ის ინფორმაციაც, რომ მათ შორის ადმინისტრაციაში აქტიურად განიხილება ბევრი სხვადასხვა სცენარი, რომელსაც პრეზიდენტს მოახსენებენ, რა შესაძლებლობები არსებობს, როგორც დამოუკიდებლად, ისე კოალიციურად და ეს ის შემთხვევაა, როდესაც აქ მართლა რაღაცნაირად ძალთა დაპირისპირება და ძალის ენით ელაპარაკებიან ახლა რეჟიმები ერთმანეთს. ერთის მხრივ ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომლისთვისაც ასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მათთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ძალაუფლება დაიკარგოს, იმიტომ რომ ეს მათთვის ყველაფრის დაკარგვას უტოლდება მოცემულ ვითარებაში, ამავდროულად სლოგანების შინაარსიც გვესმის. არ გავიმეორებ ახლა მოწოდებას ეთერში. და ეს ის რეჟიმია, რომელიც არაფერზე უკან არ იხევს, რომელსაც შეუძლია
თავისთავად, ანუ შეუძლია ყველაფერზე წავიდეს, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ მათ წინააღმდეგ პრაქტიკულად ყველა ბერკეტი უკვე ამუშავებულია და მათ მართლა დასაკარგი აღარაფერი აქვთ, ამიტომ ისინი არანაირი ტიპის ძალადობაზე არ დაიხევენ უკან და ალბათ არ დაიხევენ არც იმაზე უკან, თუ ვთქვათ, ეს მუქარები რეალურად სისრულეში შესაძლოა რომ მოვიდეს. რაც ვთქვათ, ასეთ რეჟიმებს ასევე ახასიათებს და შესაძლოა გარკვეული ტიპის არა ოპტიმიზმი, არამედ მხედველობაში მისაღები გარემოება იყოს, არის ის, რომ ამ დროს, რა თქმა უნდა, შიგნითაც ვიღაცები ცდილობენ ხოლმე თავის გადარჩევას და ამ დროს თვითონ რეჟიმის შიგნითაც გარკვეული ელიტების უნდა აღნიშნოთ, ფრაქცირება აღინიშნება ხოლმე. დასუსტებულია ეს რეჟიმი და ესეც არის ხომ ერთ-ერთი ფაქტორი. უშუალოდ თვითონ ირანშიც ამერიკული და ესრაელური დარტყმების შემდეგ და მათი ქსელიც რეგიონული არის მნიშვნელოვნად დასუსტებული. და როგორც და ის რომ კი შესაძლოა არა ისე დასუსტებული რომ ეხლა რაღაცა მყისიერი რეჟიმის ცვლილება მოსალოდნელი იყოს თქვათ რაღაც ძალიან სწრაფად ფიზიკურად რესურსი მაინც შესწევთ მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიუხედავად იმისა რომ ქვეყანა თავისთავად ეკონომიკურად დასუსტებულია მათ შესწევთ უნარი ჯერ კიდევ რომ ლოიალობა იყიდონ ხო მათ აქვთ რესურსი რომ ლოიალობა იყიდონ რაზეც ასეთი რეჟიმები რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახერხებენ ხოლმე რომ შენარჩუნდნენ მაგრამ მიუხედავად ამისა როდესაც ამ მასშტაბის პროტესტია საუბარი მაინც მოსალოდნელია და იმის გათვალისწინებით რომ რაღაც ეტაპზე ანუ როდესაც აი ამ ჯანყის საბაბი არის ეკონომიკური სურათი იქ ყოველთვის არის საფრთხე რომ ის რეჟიმი უფრო სწრაფად შეირყება ვიდრე სხვა პირობებში სადაც თქვათ მეტნაკლებად დაბალანსებული აქვს და ასე ვთქვათ ნაკვები ყავთ სოციუმის სხვადასხვა სპექტრი. კი ბატონო ეს ამერიკის ფაქტორი ძალიან საინტერესოა როგორც წესი როცა უცხო ქვეყანა ერევა ან იმუქრება ჩარევით ეს კონსოლიდაციისკენაც შეიძლება უბიძგებდეს მოსახლეობას და სხვა შემთხვევებში ეს გვინახავს, მაგრამ ახლა პირიქით შესაძლოა ეს იყოს ფაქტორი, რომელიც მისცემს მეტ თავდაჯერებას, ხომ, ამ აჯანყებას. რა როლი შეიძლება ითამაშოს თუნდაც მოქმედების გარეშე აი ამ ზაობამ ძალის გამოყენების შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში. რაც არის ერთ-ერთი თავარი ცვლადი რაც შეცვლილი ალბათ წინა არსებითად რასაკვირველია. ვინ არის მზად ძალის გამოყენებისთვის? ხო, და ვისაც ეს მზაობა აქვს, ვის აქვს მეტი ძალა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურ მომენტს აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ ერთს ეს არაერთხელ გამოუვლია და გამოუცდია და ვიცით ასეთ შემთხვევაში მხარდაჭერა რას ნიშნავს. აქ ახლა ცალსახად არ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაც გარე ძალის ჩარევა საერთოდ ადეკვატური სიტყვათა წყობა არ არის ამ ვითარებაში, იმიტომ რომ ხალხს შიშველი ხელებით ხოცავენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას ვისაც რესურსი აქვს, უნდა დაეხმაროს იმ ხალხს. მორალური ვალიც კი შეიძლება არის ასე ჩათვალოთ რომ კატეგორიები შეხედა. ყოველგვარი ამ შემთხვევაში რაღაც რეგიონული ინტერესების თუ გეოპოლიტიკური ინტერესების მიღმა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ახლა ხალხი ცალსახად იმსახურებს დახმარებას და მხარდაჭერას. და რა თქმა უნდა, ეს მათთვის არის ასეთი განცხადებები პროტესტის შესანარჩუნებლად არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მათ რაღაცნაირად ამ შემთხვევაში მათთვისაც ახლა გამძლეობაზე არის ბევრი რამ დამოკიდებული. ჩვენს რეჟიმის შესაჩერებლადაც, იმიტომ რომ ბევრი წლის განმავლობაში მიუხედავად მათი კლერიკალობაზე დაფუძნებული წარმომადგენლობისა, ძალიან რაციონალურ რეჟიმად განიხილებოდა, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენის ინსტინქტით და არა იდეოლოგიურ რელიგიური საფუძვლებით, ასე რომ ეგ ეფექტით შეიძლება გქონდეს, რომ მართლა თავი შეიკავონ მასობრივად ადამიანების დახოცვისგან, მაგრამ ამის არ ჩანს. უშინდელი ღამე მძიმე იყო ჩვენ როგორც ნახეთ. ახლა ირანული სახელმწიფო მედიის ცნობები წავიკითხე, არასახელებენ რისკს, მაგრამ ამბობენ რომ მნიშვნელოვანი რაოდენობაა გარდაცვლილი ადამიანების. რაც სავარაუდოდ სიმართლეა, ერთი ფაქტორია რომ შეიძლება ყველა თვალსაზრისითაც ამუქებენ, ახლა იქ მნიშვნელოვანია როგორც თქვენ ეთერში საუბრობ და
ერთი ვინც ამბობდა, რომ მოკლედ ადგილობრივი მედია აშუქებს როგორც რომ ქუჩებიც არიელია და არაფერი არ ხდება და ყველაფერი მშვიდობიანად არის. მათ შორის ალბათ ნაცნობი ტექსტებია ცალსახად, იქაც ასევე უცხოური აგენტები, ტერორისტები და მსგავსი ტერმინოლოგია გვესმის. ხო, თუმცა შესუსტებულია ეს რიტორიკა, ეხლა გადართული არიან იმაზე, რომ ეს არის ვანდალური აქტი და რომ ესენი დასჯა საჭიროებენ, ანუ წინაპირობას ქმნიან იმისა, რომ ეს ადამიანები ამ ადამიანების წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ძალა, მაგრამ ის ტრადიციული ტერმინოლოგია, რომელსაც ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე, ის აქამდე უფრო აქტუალური იყო. ახლა რაღაცნაირად იმიტომ რომ ერთი სახელმწიფოებთან არის ავტორიტარული რეჟიმების და ბარემ ამ ხოლგაზეც ვისაუბროთ რუსეთის მოკავშირეებს სხვადასხვა მიმართულებით იქნება ეს ვენესუელა, ასადის რეჟიმი, ამ შემთხვევაში ირანიც, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, მთელ ამ სურათზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რა როლი ითამაშა და რა ფაქტორია ამაზე, იმიტომ რომ ბევრი შიში იყო დაკავშირებული იმასთან, რომ რაღაც გავლენის სფეროებად გაიყოფოდა მსოფლიო და ტრამპს ხედავდნენ შემრიგებლურად პუტინთან, ხო? ასეთი კრიტიკაც არსებობს. რა ვითარება შედეგებიდან გამომდინარე, რომ ვიმსჯელოთ? ხო, ჯერჯერობით ალბათ მაინც იფრთხილო გუმართებს იმის შეფასებაში ეს რა ტიპის ურთიერთობა თუ რა საბოლოო ჯამში რა ხაზით წარიმართება რუსეთთან ურთიერთობები, მაგრამ თუ ახლა გლობალურად შევხედავთ სურათს, რომ პრაქტიკულად თანამედროვე რუსეთის დღევანდელ ყველა მოკავშირეს წინააღმდეგ ძალიან გამოკვეთილი პოზიციები ფიქსირდება ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, მინიმუმ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე ვაშინგტონი იცავს იმ ღირებულებებს, რომლის ერთგულიც აქამდეც სულ იყო ვაშინგტონი. დღევანდელი გადმოსახედიდან ამაზე შეგვიძლია თავმად ვისაუბროთ, მათ შორის ირანის მაგალითის გათვალისწინებითაც, იმიტომ რომ ამ ჩვენი რეგიონის ჭრილიდან რომ შევხედოთ, ახლა ირანი პრაქტიკულად ერთადერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეა რეგიონში, რომელიც მოკავშირეა რუსეთის, რაც რეგიონს შესაძლოა კუმულაციურად საფრთხეს უქმნიდეს. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ირანზე თუნდაც მუქარის თვალსაზრისით შეტევა და თავდასხმა ასუსტებს რუსეთის ინტერესებს რეგიონში. ამაში ახლა ორი აზრი არ არის. საბოლოო ჯამში ეს სადამდე მიგვიყვანს არ ვიცით, თუმცა მუქარად სანქციების ერთ-ერთი ფორმაა, ხო? ანუ სწორედ იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ სისტემა შიგნიდან შესაძლოა შეარყიოს მოსალოდნელი საფრთხეების შიშმა. ხო. და არც ტრამპის იზოლაციონიზმი არ დადგა, როგორც რა შიშიც არსებობდა მოვლენასთან დაკავშირებით. დასავლეთ ნახევარსფეროში გამაგრება და დათმობა თითქოს ხო, ეგ საფრთხე ალბათ იმ თავითვე არ იდგა, შესაძლოა ვთქვათ, ევროპის მიმართ მისმა განცხადებებმა რაღაც შეიძლება გარკვეული კითხვები გააჩინა, მაგრამ ამ რეგიონის მიმართობით არასდროს არ უნდა გაჩენილიყო კითხვები, როგორ შეიძლება ამერიკის ინტერესები აქვს ირანთან მიმართებაში მაგალითად. მნიშვნელოვანია, რადგან წარმატებული იქნება ვენესუელას ეს მთელი კამპანია. მომავალი 6 თვის განმავლობაში თუ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციას და გარდაქმნას და სტაბილიზაციას ერთად, ეს იქნება წარმატების მაგალითი. ეს იქნება ის რაც ვერ მოახერხა თქვათ ერაყში, ხო, თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებმა და მათ შორის ეს განსაზღვრავს მომავალში რესპუბლიკური პარტიის შიგნით ამ ფრთის ძალაუფლებას, გავლენას, თუ ისინი შეძლებენ რეალური წარმატების მოტანას. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძალიან მაღალია რისკი, იმიტომ რომ შემოდგომაზე არის ამერიკაში არჩევნები და დიდი წარუმატებლობა ვენესუელას კამპანიის ძალიან ცუდად შეიძლება ტრამპს შემოუწყალდეს. პირიქით კი შეიძლება ეს არჩევნები მოაგებინოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი, მომავალი 6 თვე იქნება ძალიან ბევრი სტქმელი. ხო, 6 თვე შესაძლოა დროის თვალსაზრისით ბოლომდე საკმარისი არ იყოს სურათის გამოსავლენად, ამიტომ თუ ვთქვათ ამას მართლა კამპანიური ხასიათი მიეცა, ბევრი რამ მიუხედავად რეალობისა პოზიტიურად გაიგებია. მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება ნიშნები, რა თქმა უნდა, უბრალოდ ისიც ვიცით, რომ სწორად მართული კამპანიების პირობებში შესაძლოა ითქვას, რომ თუმცა ერთი რაც პრინციპი გამოიკვეთა არის ის, რომ ისინი არ აპირებენ იმის გაკეთებას, რომ არსებული სისტემა ისე დაშავონ, რომ არ იცოდნენ ადგილზე რა დარჩება. ანუ
დებაასიზაცია რაც მოხდა ერაყში, როცა ბაასის პარტიამ მთლიანად თავისი არმიით და ყველაფრით დაშარეს და მე ეს ხალხი წავიდა და ISIS-ი შექმნა, ხო, მარტივად რო ვთქვათ, ამას არ აპირებენ. ხო, ეს გამოცდილება როგორც ჩანს, ძალიან ნათლად არის ახლა ადმინისტრაციაში ყველა მაგიდაზე და აშკარაა, რომ იქ ძალიან, როგორ თქვა, რაღაცნაირი ხელთათმანებით და ძალიან ფრთხილად ძალიან ფრთხილად ეკიდებიან პროცესებს და ბევრი ექსპერტის, თავდაპირველი შეფასებაც, რომ აი ხლა მთავარი იყო მადუროს მოცილება და მერე ადმინისტრაციამ არ იცის იქ რას იზავს, როგორც ჩანს ეს ასე არ არის. უმზადებელი პროცესი ეს არ იყო. დემოკრატიზაციის და პოლიტიკურები უკვე გამოუშვეს მაგალითად. და ცალკე მარკო რუბიოს მომენტიც არის. და მრავალფასადურია ამ შემთხვევაში ეს რაღაცნაირი მშვიდობიანი შეტევის ფრონტი თუ გავითვალისწინებთ მათ შორის იმ ეკონომიკურ ბერკეტებს, რომელიც ახლა ასევე მუშაობს ვენესუელაში. მაყურებლისთვის ერთ ახალ ამბავს ვიტყვიებ, საუბრობ დიქტატორებზე და რეჟიმებზე და ჩეჩნეთის ლოკალურ პატარა დიქტატორზე რამზან კადიროვზე არის ასეთი სიახლე, რომ მისი თირკმელების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და საავადმყოფოშია ვიცით რომ ის მემკვიდრის ძიების პროცესი და თუმცა აქ ასე მარტივად არ იქნება. იმას ხილული ნიშნები ან ჯანმრთელობის პრობლემებს უკვე მრავალი წელია აქ რა. კი, და ამას საუბარს ხარ მიდიოდა რომ კრემლის საავადმყოფოში წვა რაღაც. აი ხლა როგორც ჩანს კიდე დამძიმდა. ფაქტია რომ ის თავის შულს ამზადებს, მაგრამ ის ძალიან პატარაა. პატარაა, ხო, იმის რომ მას რეალურად შეძლებს. თუმცა რუსებს ახლა ესე ძალიან პატარა იყო და აი გარდამავალ პერიოდში მამამისი რომ მოკლეს სინამდვილეში მაშინ. ამ პერიოდში რუსეთს რა ეწევა, ალბათ მაგაზე იქნება დამოკიდებული. ანუ ცოტა ხნის წინ იყო ამბავი, რომ ვიცე-პრემიერად დანიშნა თავისი 20 წლის ვაჟი და კიდევ არიან კანდიდატები მაგომედ დაუდოვი და ასევე სპეცრაზ ახმატის მეთაურია, რაღაც თვითონ შიგნით ადამიანები მიმდინარეობს. იგივე მიზეზების გამო, იმიტომ რომ იქაც ძალაუფლების დათმობა ნიშანდობლივ იყო ნახულობდი ფედერალური ბიუჯეტი და მათ შორის სიცოცხლესაც შესაძლოა. ფედერალური ბიუჯეტი და რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან სადღაც 15 მილიარდი დოლარი მიდის ყოველ წელს ჩრდილოეთ კავკასიაში. აქედან 5-6 მილიარდი დოლარი მიდის პირდაპირ ჩეჩნეთში. ჩეჩნეთის ეკონომიკის 95%, დაახლოებით სამხრეთ ოსეთის მოდელივით არის რა. არაფერს არ აწარმოებენ, არაფერს არ ქმნიან და მთლიანად არის დოტაციური. არის კარგად აღჭურვილი არმია, ანუ სინამდვილეში რუსეთის დეზინტეგრაციის ან შესუსტების მოსკოვის ძალაუფლების თავარი ბომბი ისევ გასკდება, მომავალში თუ გასკდება, შეიძლება ისევ ჩეჩნეთში გასკდეს, იმიტომ რომ მომზადებულია ყველა გარემოება ამისთვის. მით უმეტეს რომ ეხლა აი დოტაციური კიდე რაღაცნაირად მაღალფარდოვნად ჟღერს, ანუ ეს ხალხზე საერთოდ არ აისახება, ისინი ინახავენ მხოლოდ რეჟიმს ლოიალობის მიზნით, იმისთვის რომ სისტემა იდგას და დარჩება უფულო, მაგრამ კარგად შეერაღებული, ის არის მთავარი საფრთხე ასეთნოს. ზუსტად ასე. ეს თვალშორ ჩვენ ნაციონალური საფრთხეებისთვის დიდი გამოწვევა იქნება. ამ თემაზე მინდოდა ისედაც გადასვლა ასეთ ცვალებად ვითარებაში. რას უნდა აკეთებდეს პატარა ქვეყნის ხელისუფლება, ან ის ვინც იბრალებს რომ მისი ხელისუფალია, ახლა როგორი პოზიციონირება უნდა გქონდეს ჩვენ და რაც ხდება ვითარების ცვლილება, როგორ შეიძლება აისახოს საერთაშორისო წესრიგის თვალსაზრისით. ბევრი შიშობს რომ ისეთი ფუნდამენტური გადახედვა ხდება საერთაშორისო წესების, რომ პატარა ქვეყნებისთვის, რომელიც პოსტ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ წესრიგს შევყურებდით უფრო მეტი იმედით, განსაკუთრებით ევროპაში. ახლა შეიძლება ვითარება ისე შეიცვალოს, რომ რომელიმე უხილავი ფარდის მიღმა შეიძლება აღმოჩნდნენ პატარა ქვეყნები. როგორ ხედავთ თქვენ ამ ვითარებას და იმ ენთუზიაზმს, რაც ქართულმა ოცნებამ გამოავლინა საერთაშორისო წესრიგის გრევის მიმართ, ძალიან გახარებული რეაქცია. თუმცა კულისებს მიღმა ახლა რაზე ნერვიულობენ ირანის სამეფოს. შეუძლებელია ივანიშვილი ძალიან ანერვიულებული იქნებოდა ნამდვილად. ხო, სიახლე ჩვენთვის იმდენად არ არის რამდენადაც 2022 წელს პრაქტიკულად პუტინმა გვითხრა, რომ ის ამზადებს ახალ ფარდას და ამ რკინის ფარდის უკან უნდა აღმოჩენილიყავით ჩვენ რუსეთის მხარეს და მათ შორის მთელი რეგიონი, რომელიც ჩვენ სამეზობლოში მოყვება. ხო, თლათ ასე არ წარიმართა პროცესები, უფრო მეტიც ის, რომ ამ ვითარებაში პატარა სახელმწიფოებს რესურსი არ შესწევთ, ამის საპირისპირო მაგალითი მათ შორის საჩვენო უშუალოდ ჩვენმა სამეზობლომ, სადაც ჩვენ ვნახეთ, რომ ორივემ ძალიან პრაგმატულად და ეფექტურად ისარგებლეს რუსეთის დასუსტებით, რუსული ყურადღების სხვაგან გადატანით და ძალიან ეფექტურად მოახერხეს სუვერენული ინტერესების გატარება.
ეს არის ამ შემთხვევაში საკვანძო სიტყვა ამასობაში კონცეფცияსაც უყვართ ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ რო გვყავდეს ახლა ეროვნული და სუვერენული ხელისუფლება, ანუ რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს და არიღებს ინსტრუქციებს სხვა ცენტრიდან, ამ ვითარებაში რა თქმა უნდა საქართველოსაც ყველაფრის გათვალისწინებით, გაცილებით უფრო დიდი პერსპექტივები ექნებოდა, რომ ახლა აი ამ დიდ რეგიონულ თამაში სახელმწიფო ინტერესები გამოევაჭრა სხვადასხვა მიმართულებით, ახლა პირდაპირ ჩაბმოდა მართლაც ცივილიზებული სამყაროს მატარებელს და ერთხელ და სამუდამოდ გაჩენოდა შანსი, რომ თავს დააღწევდა რუსულ გავლენებს. კავკასია დაიგნორებულია და არ არის ფოკუსი სომხეთის და აზერბაიჯანის შემთხვევა არის, მაგრამ სომხეთი და აზერბაიჯანი რკინის ფარდის მიღმა არ უნდა აღმოჩნდნენ, ჩვენ რატო არის ჩვენი ბედის წერა? ჩვენზე ახლა დამოკიდებული და სრულიად ქონდა გვამის შესაძლებლობა, რომ ასე არ მოხდეს. დასავლეთი კონსოლიდირებულია და მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ მოლოდინები იმ ნაწილშიც არ გამართლდა, რომ ისინი ახლა დროებით რაღაცნაირად რუსეთს ჩააბარებდნენ ამ რეგიონს. პირიქით, ტრამპის ადმინისტრაცია ევროპასთან სხვა საკითხებში უთანხმოების მიუხედავად სომხეთ-აზერბაიჯანის ნაწილში 100%-ით გამოავლინა პოლიტიკური ნება, რომ იყოს მას ერქვას გარანტია ამ ომის დასრულების გულისხმობს, რომ ისინი საერთოდ არ აპირებენ რეგიონის არც ერთ ვითარებაში რუსეთისთვის დათმობას და აქ საქართველოს საერთოდ რა მოსატანი იქნებოდა, როცა ვიცით ჩვენ რუსული გავლენების მასშტაბი სომხეთსა და აზერბაიჯანში თავის დროზე. ამიტომ სულ სხვა სურათი იქნება. ჩვენ რომ ეხლა ეროვნული ხელისუფლება ყავდეს, მაშინ რა თქმა უნდა, ახლა კავკასიაში სულ სხვა სურათი შეიქმნებოდა. სწორედ ამიტომ არის მეორე მხრიდან ახსნადი და ლოგიკური, რატომ ებღაუჭება პუტინი სწორედ ივანიშვილს, რატო უბერავს სულს, წმენს მტვერს და ცდილობს რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს, იმიტომ რომ ივანიშვილი გარანტია ახლა იმისი, რომ კავკასიის რეგიონი მაინც ისე სწრაფად არ გაუსხდეს ხელიდან, როგორც ეს შესაძლოა. და მათ შორის უნდა ემზადებოდნენ სცენარისთვის, ვიცით რომ მოვლენებს ვერ გავუსრებთ წინ, მაგრამ ირანის რეჟიმის დამხობა რამხელა რეგიონული ძვრა და ცვლილება იქნება. მოკავშირედ რომ იგულებდნენ ამ რეჟიმს, ეგეც არ უნდა დაგვავიწყდეს ცოტა ხნის წინ თავისი კობახიძის ვიზიტით, ასე რომ იმიტომ რომ მათი მოკავშირეა ყველა ვინც არის რუსეთის მოკავშირე. ამ შემთხვევაში მათ ხო დამოუკიდებლად არანაირი მოკავშირე არ ყავთ, მათ ეს რაღაც მითია, რომ ივანიშვილს აქვს თავისი დივერსიფიცირების პოლიტიკა, ივანიშვილს არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკა არ გააჩნია და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ირანის რყევა მათ წისქვილზე არასხავს წყალს, თუნდაც არ მოხდეს რეჟიმის ცვლილება ხვალდაზე. ძალიან დიდი მადლობა ნინო, დაგემშვიდობებით. ნინო კალანდაძე იყო ჩვენი სტუმარი.